რეგიონული სტუდენტური კონფერენცია რუსთავში, საზოგადოებრივი კოლეჯი არსის პროექტი, საექთნო საქმის გამოწვევები და მომავლის ხედვა მიზნად ახალგაზრდების პროფესიული განვითარების და სამოქალაქო აქტივობის ხელშეწყობას ისახავს. კონფერენციის შესახებ მეტი დეტალები ნახეთ ნათია ალელიშვილის და ლელა ხარშილაძის სიუჟეტში. საზოგადოებრივმა კოლეჯმა არსი რუსთავში რეგიონალურ დარგობრივ კონფერენციას უმასპინძლა. ღონისძიება თემაზე საექთნო საქმის გამოწვევები და მომავლის ხედვა გაიმართა. კონფერენციაში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, სამედიცინო კოლეჯების აკადემიური პერსონალი, ექთნები, კლინიკური მენეჯერები და ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით მომუშავე პირები მონაწილეობდნენ. კოლეჯი და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია, კერძოდ სოციალური სამსახური ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის რეჟიმში და პარტნიორობის რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას, მათ შორის წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია შინმოვლის პროგრამის შინაარსზე, მისი განხორციელების პრინციპებზე და მეთოდოლოგიაზე, რომელიც მომზადებული იქნა სწორედ ჩვენთან კონსულტაციის და პარტნიორობის რეჟიმში. ზოგადად რაც შეეხება ამ კოლეჯს და მის ინიციატივებს, ეს არის უმნიშვნელოვანესი პროფესიული განათლების ცენტრი, რომელიც ამზადებს მედიცინის და ჯანდაცვის მენეჯმენტის კადრებს და ქვემო ქართლის რეგიონში, არა მარტო რუსთავში, ზოგადად რეგიონში, თითქმის ყველა კლინიკაში შეხვდებით კოლეჯის კურსდამთავრებულებს, რომლებიც მოღვაწეობენ ამ ძალიან ჰუმანურ და საპატიო საქმეში დიდი წარმატებით. გამოდელი ღონისძიება იყო პირდაპირ დიალოგი კლინიკურ სექტორთან, საერთო ასოციაციებთან და მარეგულირებელ ინსტიტუტებთან. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადეს განათლების სამინისტროს, რუსთავის მერიის, საკრებულოს და ქვემო ქართლის სამხადრეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. ეს დიდი სტიმულია ჩვენი სტუდენტებისთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კოლეჯი არსის და ერთმანეთთან გაერთიანების კოორდინაციით ჩატარებული კონფერენცია მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება რეგიონში საექთნო განათლების და პრაქტიკის განვითარებისთვის. კონფერენციის მთავარი მიზანი საექთნო სფეროში არსებული თანამედროვე გამოწვევების განხილვა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და განვითარების სამომავლო ხედვების ჩამოყალიბება იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც ამ კონფერენციის ფარგლებში იქნა წარმოდგენილი, ეს გახლავთ პლატფორმა, შესაძლებლობა ახალგაზრდა მომავლის ექთნებისთვის, რომელთაც უკვე მიეცათ იმ დიდი პლატფორმების გამოყენების შესაძლებლობები შემდგომი კარიერული განვითარებისთვის და ეს პლატფორმა სამომავლოდ გაგრძელდება. საერთაშორისო საექთნო საბჭო განსაზღვრავს დარგის განათლებაში, დარგის უსაფრთხოებაში და ხარისხში ინვესტირების მთავარ კრიტერიუმებს. საერთაშორისო საექთნო საბჭოს მთავარი როლი გახლავთ აღნიშნული პლატფორმების მხარდაჭერა, ხელშეწყობა, საერთაშორისო ინტეგრაცია და ნაციონალურ დონეზე დარგის განვითარება. დღევანდელი კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების განვითარების ყველა მიმართულებისთვის და განსაკუთრებით საექთნო საქმისთვის. მნიშვნელოვანია იმით, რომ ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ სახელმწიფო ხარში უდგას პროფესიული განათლების განვითარებას, აი ამ ჯაჭვის სრულყოფილ აწყობას, თეორიული ცოდნის კონვერტირებას პრაქტიკაში, საქმიანობაში, გამოყენებაში, როცა პროფესიული განათლება არის და უნდა იყოს უკვე არა მხოლოდ პროფესიის მიღება, არამედ რეალიზაციის სრული შესაძლებლობა. და ხაზი გაუსვა დღევანდელი ღონისძიების მნიშვნელობას. თვალწები აპრილის ბოლოს საექთნო საქმე გამოცხადა რეგულირებად პროფესიად, რაც კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას ამ პროფესიის მნიშვნელობაზე და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია ეს ინიციატივა და ხელშეუწყობს, რომ განვითარდეს აღნიშნული პროფესია, უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს ამის შესახებ და ზოგადად ვფიქრობ, რომ დიდი წინსვლა იქნება ამ მიმართულებას და ჩვენ ვართ დიდი გულშემატკივრები ამ მიმართულების. კონფერენციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საექთნო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ეთიკურ და მარეგულირებელ საკითხებს, ასევე ექთნების როლის გაძლიერებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით. გაიმართა პანელური დისკუსიები და სამუშაო შეხვედრები, სადაც მონაწილეებმა რეგიონში საექთნო კადრების დეფიციტის, პრაქტიკული სწავლებისა და პროფესიული განვითარების საკითხებზე იმსჯელეს. ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობის მემორანდუმებიც გაფორმდა, რაც სტუდენტების კლინიკური პრაქტიკისა და დასაქმების შესაძლებლობების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.